გამარჯობათ. გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები იბერიის ნათელი მომავლისათვის და დღეს მსურს ვისაუბრობ ბავშვების აღზრდის შესახებ. აი აქ მაქვს მე ასეთი პატარა წიგნი, რომელიც 30 წლის უკან არის გამოცემული 1990 წელს თუ არ ვცდები. 90 წელს სუმნათი მერაპოსტავას მიერ არის თარგმნილი. ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით. რუდოლფ შტაინერი ყველას მოგეხსენებათ, არის ანთროპოსოფიის ფუძემდებელი. ესე იგი სულიერი მეცნიერების ფუძემდებელი. მას ძალიან დიდებულად აქვს აღწერილი ბავშვის სულის შესახებ, სამყაროში მის შემოსვლის შესახებ, თუ რაოდენ ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ჩვენ და რა დიდი როლი აკისრია მშობელს მის აღზრდა განვითარებაში. ეს ძალიან ფაქიზი თემა არის და განსაკუთრებით ჩვენთან მინდა აღნიშნო და გავამახვილოთ ყურადღება, რომ ისეთ ქვეყანაში, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან სავალალო არის და მე ვიტყოდი, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ. წინა გადაცემებშიც აღნიშნე, რომ მშობლების დიდი ნაწილი წასული არის ქვეყნიდან ნუღმა-პურის საშოვნელად, რათა ბავშვები და თავიანთი ოჯახი გამოყვებონ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედის სითბოს, განსაკუთრებით დედის სითბოს. დედისაგან უნდა იგრძნოს პირველი ყურადღება ბავშვმა. სამწუხაროდ დედების ფუნქციას ბებიები ითავსებენ და აი ბებია ასე რომ ვთქვათ, უფრო მეც პატიობს, უფრო ძალიან ფაგიზია, ხანდახან ბავშვს ჭირდება რაღაცნაირად შენიშვნის მიცემაც, რომ ეს ჩამოყალიბდეს ნორმალურ ადამიანად, ნორმალურ მოქალაქედ მარტო არ არის, სულ ფერებაში ყავდეს. ფერებასაც თავის საზიანო მხარი აქვს. ამიტომ ვიძახი მე ყოველთვის, რომ ზომიერება, გონიერება და გონიერება ეს არის ზომიერება. ეს ძველი იბერიული სიბრძნეა, ეს ჩემი გამოგონილი არ არის. ეხლა მინდა პირველი ყურადღება გავამახვილო საბავშვო ბაღებზე. წინა ხელისუფლებამ რადგანაც დაიწყო საბავშვო ბაღების შემცირება და ამას ოპტიმიზაცია დაარქვა, გემახსოვრებათ სულ ყველას. და ამან რა სიკეთე მოგვიტანა, აგერ სახეზედაც არის. პირიქით, რაც შეიძლება მეტი საბავშვო ბაღი უნდა არსებობდეს და კარგი არის და ეს აუცილებელია, რომ ბავშვები აღიზარდონ საბავშვო ბაღში. უნდა მიეჩვიოს ბავშვი მის თანატოლებთან არსებობას, მის თანატოლებთან ასე რომ ვთქვათ, გარემოში ჩამოყალიბდნენ, იმ გარემოში ჩამოყალიბდნენ, რათა შემდეგ მე საზოგადოება მიიღოს ზრდასრული, კარგად აღზრდილი მოქალაქე. ამისათვის გვჭირდება საბავშვო ბაღები იყოს ძალზედ კეთილმოწყობილი. ულამაზესი უნდა იყოს პირველ რიგში საბავშვო ბაღი ანდამატივით უნდა იზიდავდეს მოსწავლეს. პატარა ბავშვს, იმას სხვაგვარი აღთქმა აქვს საერთოდ სამყაროსადმი. იმისათვის ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, მშვენიერებისაკენ სწრაფული, რაღაც ესთეტიურად გამდიდრებული უნდა იყოს. არ შეიძლება ერთფეროვანი იყოს და რაღაცა ესეთი უხარისხო ფერებით შეღებილი საბავშვო ბაღები ვიცით ჩვენ და კედლებიც შიგნით რო შედიხარ, რომ აი იმით რო არის გაკეთებული, უსიყვარულოდ რო არის გაკეთებული, არ არის გათვალისწინებული ბავშვის ცნობიერებისათვის, ბავშვის მსოფლმხედველობისათვის, რა მოსწონს, რა გაუხარდება, რა მოეწონება. ფაქტიურად გაკეთებული არის რაღაცა ისე, რომ აი მოიშორა უფროსმა ადამიანმა რაღაცა ემას აქნა უცებ. რაც დაავალეს მოკლედ. ასე არ შეიძლება, ეს მეცნიერულად უნდა იყოს შესწავლილი, როგორი ფერის უნდა იყოს თვითონ ის, სადაც ბავშვი იქნება, როგორი სათამაშოები ექნება მას,
როგორი საწოლი ექნება. ეხლა ჩვენ წავაწყდით ესეთ მდგომარეობას, ყველანი კარგად ხედავთ წლების მანძილზე, ადრე ხომ საერთოდ ესეთ მდგომარეობა იყო, რუსეთიდან შემოდიოდა ეს ნაძვისხე იქნებოდა, სათამაშოები მეტი წილი იყო, თითქმის რუსული თოვლის ბაბუები იყო. ეხლა ეს რუსული თოვლის ბაბუები ჩაანაცვლა სანტა-კლაუსებმა, არ ვიცი მე ამერიკულია თუ ჩინურია, ძირითადი წარმოება მაინც ჩინეთიდან შემოდის და ჩინურ სათამაშოებს ვაწყდებით ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ასე რომ ვთქვათ რა. და აი ამას მინდა ხაზი გაუსვათ, რომ ბავშვი უნდა ჩამოყალიბდეს თავის გარემოში, თავის ეროვნულ გარემოში უნდა ჩამოყალიბდეს. მე ამას ხაზს უსვამდი, ეს აუცილებელიც არის. ჩვენ ჩინელ ბავშვს, ან ირანელ, ან თურქს, ან რუსს, ან ინგლისელ ბავშვს ხო არ ვაძალებთ, გინდა თუ არა, ის უნდა იყოს მაგალითად ქართული აქედან რო წავიღო და რამე ან სათამაშო იქნება თუ ან სხვა რაღაცა იქნება. ასევე არის ჩვენთან ჩვენი ბავშვები უნდა გაიზარდონ, ვინც ამ სივრცეში დაიბადა, ამ კლიმატში არის იმყოფება აქ არა, ეს ჩვენი ეროვნული ღირებულებების მატარებელი, რაც ჩვენ გვაქვს, ძვირფასი რაც არის, ლამაზი რაც არის, ის ორნამენტებით გაჯერებული უნდა იყოს, იმას უნდა ხედავდეს პირველ რიგში. უარ შეიძლება დედა ადამიანმა შეუცვალო რა, დედის შემცვლელი ხო არ არის და ისევია ესა. ეს ბავშვი, ქართველი ბავშვი უნდა აღიზარდოს ქართული სათამაშოების სათამაშოები უნდა კონდეს მას, ქართული სათამაშოებით უნდა ითამაშოს. ამისათვის საჭირო არის ახლა ჩვენთან ადრე კი იყო, თუ არ ვცდები, სიხარული ერქვა ბავშვთა სათამაშოების ფაბრიკას, ახლა აღარაფერი აღარ არის, მაგრამ აი თუნდაც აი მაგ კუთხიდაც რო იზრუნოს ბიზნესმენებმა და აშენო სათამაშოების ქარხანა, რა გახდა ერთი სათამაშოების ქარხანა ერქმევა თუ ფაბრიკა ერქმევა, რომ აწარმოონ ისა ქართული სათამაშოები. აი წარმოიდგინეთ ახლა ჩემი დროის ნაძვისხე უფრო გამდიდრებული იყო, მეტი სათამაშო, ახლა ჩვენ იმას ნაძვისხეზე რას ვხედავთ, თითქმის ერთი ბურთულები არის, თითქმის ზოგი არის წითელი, ზოგი ყვითელი, ზოგი მწვანე და ასე შემდეგ. ჩემ დროს მაგალითად მე რო პატარა ბავშვი ვიყავი, მაშინ ქართული თოვლის სხვათა შორის ქართული თოვლის ბაბუებიც იყო ხოლმე, აი ეს რა ქვია, ჩოხა ეცვათ ხოლმე, ესეთი პლასმასის ისენი იყო, ჩოხაში იყო თეთრი ნაბდით იყო, ზოგს კაღური ქუდი ეღურა, ზოგს ისა ყაბალახი ქონდა, თეთრი ყაბალახი ქონდა ხოლმე შემოხვეული და ეს პლასმასისაგან იყო დამზადებული. იყო, მაგრამ მეტი წილი მაინც რუსულები შემოდიოდა. იქ იყო მაგალითად მელაკუდა იყო, დათუნია იყო, ფიგურები იყო ეს გაკეთებული ნაძვისხეზე დასაკიდებელი, ვარსკვლავი იყო, ნათურები ქონდა, ინთებოდა ეს ნაძვისხეები იყო ისა ძრავიანი ნაძვისხეები შეგეძინა, მშობელს შეეძინა და ბრუნავდა ეს ნაძვისხეები. და სხვადასხვა სათამაშოები იყო, კიდე სხვადასხვა ფიგურები იყო, გირჩები იყო, მახსოვს და ფერადი და ეს თუ არ ვცდები ესეთი მინისაგან იყო წარმოებული და ხშირ შემთხვევაში იფშნებოდა კიდევაც, მაგრამ ისინი ბევრად უფრო ხარისხიანი იყო და კარგები იყო, ვიდრე მე დღეს უყურებ ხოლმე აი საახალწლო ნაძვისხეებს და სათამაშოებს. კარგი, დავანებოთ მაგას თავი საახალწლოსთან დაკავშირებით, ჩვეულებრივად ისე სათამაშოები იყოს. მე ასევე მახსოვს საბავშვო ბაღში მაშინ იმ დროისათვის და შეეძლო მშობელს შეეძინა კუბიკები იყო, ასაწყობი კუბიკები იყო, სადაც იყო ქართული ანბანი. A, B, G, D, E და ასეთი იმით მე ეხატა კიდევაც მაგალითად კუბიკზე იყო საყვირი იყო ისა დახატული, ბუზე მაგალითად ბურთი იყო დახატული და ასე შემდეგ შენობები იყო და სხვადასხვა ისინი იყო, რომ ბავშვისათვის ეს ყოფილიყო ძალიან სასიამოვნო და სავარელი რო ყოფილიყო, რომ მისი გართობილიყო ბავშვი. ეს აუცილებელიც არის.
შემდეგ რამ სურს კიდევ ხო რაც შეეხება ეს საბავშვო ბაღს ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული რაც შეიძლება მეტი საბავშვო ბაღი უნდა გქონდეს და ძალიან უმაღლეს დონეზე უნდა იყოს იქ პირობები და რაც მთავარია ბაღში არანაირად არ შეიძლება ერთ ჯგუფში იყოს 20 ან 30 ბავშვი რასაც დღეს ვისმენთ რომ არის ჯგუფები სადაც აი ძალიან ბევრია ბავშვი და სადღაც ყავთ თუ არ ვცდები ერთი თუ ორი პედაგოგი ერთი და ორი პედაგოგი ვერანაირად ვერ გაწვდება. სულ მაქსიმალურად ერთ ჯგუფში უნდა იყოს 10 ბავშვი. 8 უბრალოდ ჯობია. და მათზე უნდა იყოს ორი პედაგოგი, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ ბავშვებმა ერთმანეთი არ დააზიანონ. სულ ყველაფერი უნდა იყოს პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ, აღზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. და ასევე ძალიან კარგი იქნება აღზრდელს, ესე იგი მასწავლებელს დაევალოს, გაიხსნას ასეთი გინდა ანკეტა დავარქვათ, გინდა ცნობარი, გინდა დღიური დავარქვათ, თუ თვითონ ბავშვს რისკენ აქვს სწრაფვა, მიდრეკილება, რა მოსწონს, აქედანვე უნდა იყოს დაფიქსირებული. და ეხლა შემდეგ რომ ექნება უკვე ჩარტვები მე ამის შესახებ კიდევ ვრცლად უფრო ვისაუბრებ და რატო არის საჭირო ეს ცნობარი. რაში ჭირდება ამას მშობელსაც და მასწავლებელსაც. ეს აუცილებლად უნდა დაფიქრდეს რისკენ აქვს ბავშვს სწრაფვა. შემდეგ აი შემდეგ ბავშვი როდესაც უკვე დაასრულებს საბავშვო ბაღში ყოფნას და გადმოდის უკვე სკოლაში, შემდეგ სკოლა უნდა დახვდეს კეთილმოწყობილი, უმაღლეს დონეზე, იგივე აქაც შენობებიც უნდა იყოს ძალიან კარგად, ლამაზი და მშვენიერი. მე 51 საშუალო სკოლაში 8 კლასამდე ვისწავლე იქ და ჩემ დროს იქ ეწერა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის იყო ეს სკოლა და ეხლა რო გახვალ იმას აღარ აწერია ეს 51 კი აწერია, მაგრამ ეს გალაქტიონის რო არის ის აღარ აწერია. პირიქით ის უნდა იყოს ძალიან ლამაზი წარწერით უნდა იყოს იქ და ამ დიდი ბუმბერაზი პოეტის კარგი იქნება რომ სურათიც იყოს ან რელიეფი იყოს გაკეთებული. ეხლა რაღაცა იმას კონსერვის კილას დაემსგავს რა ეს არის შენობა უფრო ლამაზად იყო ადრე მე რო პატარა ბავშვი ვიყავ ვიდრე ეხლა არის. ერთი სიტყვით ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს ეს სკოლის ინფრასტრუქტურა შიგნით და შენობას უნდა მიექცეს ყურადღება უნდა იყოს ძალიან ლამაზი უნდა იყოს ფერი უნდა იყოს ფერი ამდიდრებს ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ზეცა რომ იყოს ეს წითელი რა დაემართება ადამიანის ფსიქიკას რა ჯერ ისედაც როგორ მძიმე მდგომარეობაშია იმიტომ არის ის ლურჯი ამშვიდებს. ზოგ სკოლაში რო შედიხარ ისეთი უფერულია თვითონ შენობა შეხებილი შიგნით რო იქ ბავშვი არა მოზარდ არ მოუნდება ახლა სწავლა და რაღაცა დაინტერესება თითქმის ნული ექნება. რაც შეეხება შემდეგ კიდევ აუცილებელია და მე მიმაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ერმა რომ მოითხოვს მთლიანად სკოლებში აღდგეს სკოლის ფორმა. აგერ გადახედეთ ეს საბჭოთა კავშირთან ასოცირდება რატომღაც და იაპონელებსაც აქვს, ინგლისელებსაც აქვს, კაცო გერმანელებსაც აქვს, არის სკოლები, სახელმწიფოები არის, სადაც ფორმას ატარებენ. და ვისაც არ სურს რომ ფორმა არ კონდეს და ისე გააკეთონ კერძო სკოლები და იმათმა შვილები წაიყვანონ და უეცმებათ იქ თუ ესე უნდათ, მაგრამ სკოლის ფორმა ადამიანს აყალიბებს. და ერთსაც მინდა ხაზი გაუსვა. არამს და არამს შობელმა არ უნდა დაიწყოს ბავშვისათვის ასეთი მიდგომით, რომ აი შენ სკოლაში წახვალ და რაღაცა იქ ისწავლი და რაღაცა. მოდი ასეთი ის დავნერგოთ, რომ სკოლაში აი როგორც მშობელი მიდის სამსახურში, აი ამ ბავშვისთვისაც გახდეს სკოლა მისი სამსახური.
მეტი დაინტერესება ექნება და კარგი სწავლებისათვის მან უნდა აღუთქვას თავის შვილს, რომ ის მიიღებს ჯილდოს. შემდეგ უკიდის კარგი ჩასასმეს, რაც ბავშვს მოეწონება, ბურთი იქნება, ველოსიპედი იქნება, ან სადმე წაიყვანს თეატრში, კინოში, რა ვიცი, რაც მოესურვება ისეთი ნორმის პარგლებში. მე მგონი ძალიან კარგი იქნება. თუ ისე გამდიდდება ჩვენი სახელმწიფო, რომ ბავშვებსაც ხელფასს გადაუხდიან ცოდნაში, ამით მოიგებს ხოლმე სახელმწიფო და აწააგებს. უყურებთ ძალიან მაღალ დონის პროფესიონალებს შემდეგში, იმიტომ იმ ბავშვს ექნება დაინტერესება. ერთხელ 10 მაგათ, 100 მაგათ, მილიონ მაგათ დაინტერესება ექნება. მე პირადად 27, აი 28 წელიწადი გახდება, რომ ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან საბავშვო სამხატვრო სკოლაში ვასწავლიდი, რაღაც ვასწავლი, აკადემიაში ვასწავლი, ერთ აკადემიაში, მე სამხატვრო აკადემიაში ვასწავლი, ნიკოლაძეში 10 წლის მანძილზე ვასწავლი და ძალიან კარგად ვიცი მე მათი ფსიქიკის შესახებ. ძალიან კარგად ვიცნობ მათ ბუნებას. ამიტომ დაინტერესება აუცილებელია ბავშვისათვის. ისე კი არა უბრალოდ დაპირდეს ადამიანმა, მშობელმა, ან მასწავლებელმა, არა, ის ნამდვილად უნდა შესრულებადი უნდა იყოს. ასეთი იდეაც დაიბადა იქ ხელოვნების სკოლაში, ესე დაიბადა იდეა, რომ როგორც დისნეილენდი რო არის, მაგალითად საზღვარგარეთ, იგივე სახის რო იყოს ჩვენთანაც, აი საბავშვო ქალაქი რო ავიღოთ, ძალიან დიდი უზარმაზარი, თითქმის აი მცხეთის ქალაქი მცხეთა რო არის მაგოდენა. ან რუსავი რო არის, რუსავი რო დიდია რა თქმა უნდა, მაგრამ აი მცხეთის ხელა მაინც რო იყოს, თავისი ინფრასტრუქტურა ყველაფერი რო იყოს შიგნით, ახლა წარმოიდგინეთ რაოდენ საინტერესო იქნება და სახელიც შეურჩია ასეთი ცისარტყელა, აი წარმოიდგინეთ აი ეს ცისარტყელას ეს 7 ფერი, 7 ეს ბუნებრივი ფერი, აქეთ მზე იქნება ასე რომ ვთქვათ, 9 თვალა მზე. ვარი ჩვენთან 9 წყაროა, 900 იქით გადაიარა, რო იტყვიან ხოლმე რა. აი ესეთი იმით იყოს მზეც წარმოდგენილი ზუსტად აი ამ იმას რა ქვია ეს თაღივით გაკეთება ეს ცისარტყელას ეს ბოძებზე იქნება. შემდეგ შიგნით იქნება კოშკები შეგვიძლია ავაშენოთ ბავშვებისათვის, აი ხევსურული კოშკები შეიძლება გაკეთდეს, სვანური კოშკები შეიძლება, ციხესიმაგრეები შეიძლება გაკეთდეს, ძალიან საინტერესო, აქ სასტუმროები იქნება, მე თავისი ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები იქნება, გაკეთება, ასევე ხელოვნური ზღვა შეიძლება რომ გაკეთდეს, კოლხური ნავები რო იყოს შიგნით. და უამრავი რაღაცა დევების გამოქვაბული შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეს არის აუცილებელი, ახლა თბილისთან ახლოს იყოს. ეს შეიძლება იყოს თბილისიდან მოშორებით იყოს, შეიძლება ქაღალდში გავაკეთოთ, საკალაკი შეიძლება კახეთში იყოს. ძალიან საინტერესო იქნება ამ მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ და იხილავენ. მერე იქნება ჯარისკაცები, იქნება იქ დაყენებული ქართული ეროვნული მასში, სამოში იქნებიან, ზოგი ჩოხაში იქნება, ზოგი საბრძოლო ფორმაში იქნება. წარმოგიდგენიათ ახლა ეს ქართული ეს ჩაჩქანები, ჩაბღუტები, როგორი ლამაზი იქნება, როგორი საინტერესო იქნება ბავშვისთვისაც კი არა, მე დიდი ადამიანი ვარ და მე სიამოვნებით მივალ და დავათვალიერებ და უამრავი ატრაქციონები კიდე სათამაშოები იქნება. აი რამდენად კარგი და საინტერესო იყო ჩემ დროს, კაცო, მუშტაეთში შეხვიდოდი, მეტად უფრო ლამაზი იყო და მშვენიერი იყო, სიცილის ის იყო, ოთახი იყო. საოცრება იყო, ისეთი მხიარულებას იწევდა. ეხლა შევყვანე ეს ბავშვი და დიდი არაფერი არ არის რა. იმიდან არაფერი არა დარჩენილი. მე ეს მატარებელი, რომელიც მუშტაეთის პარკში არის, ეს არის 35 წელს პირველი რკინიგზა არის. მე მგონია მთელი ევროპის მასშტაბით საბავშვო. და არაფერი ეს სილამაზე აღარ აქვს, ის ყველაფერი გაძარცვეს. მაშინ მატარებელი თავისი ვარსკვლავი ჰქონდა ზედადებული, ბავშვებს გვიხარო და მე თვითონ მოსწავლეები იყვნენ უნიფორმაში. ძალიან ლამაზი იყო, ძალიან საინტერესო იყო.
მე ახლა ისა ისე იმას აქნეს ბავშვების ისენი მიახატეს რა ქვია კაცო ის დათვი და კურდღელი და რაღაცები არა რაც უფრო ახლოს არის სინამდვილეს ან ნამდვილთან ის უფრო მეტად დაინტერესებს ბავშვს და ეს ისა ნახატ რაღაცებს ისედაც იმას იძამს ნახავს სხვა ადგილასაც შეიძლება მე სადგურები შეიძლება აი ეს აქ რადგანაც გააფუჭეს და ვერ იმას აქნეს ასეთივე მატარებელი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმაში აი ბავშვთა ქალაქში ცისარტყელაში ბავშვთა ქალაქი ცისარტყელა ესეთი სადაური რომელიცაც ჩვენ 9 კიმიანი ვარსკვლავი ექნება ეს ექნება უფრო სულად ვარსკვლავი კი არა ეს მზე აი 9 კიმიანი მზე იქნება ხო აი ეს ძალიან საინტერესო იქნება ძალიან კარგი იქნება და აი ამ ატრაქციონისათვის აი ამ ქალაქისათვის ჩვენ შეგვიძლია აი ამან თვითონ სახელმწიფო ეს მერის სამსახურს ექნება კულტურის სამინისტროს ექნება თუ მთავრობა იქნება თუ ვინც იქნება ამის ხელმძღვანელი შემდეგ და ესა და გადასცეს სკოლებს გადასცეს ვაუჩერები იქნება თუ აბონენტები იქნება ვინც კარგად ისწავლის ვისაც ექნება ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება და კარგად იშრომებს იმას გადაეცემა იმ ქალაქში შესვლის ასე ვთქვათ ტალონი ბილეთი შეიძლება ეს ბილეთი იყოს ან ტალონი იყოს ერთი თვის მანძილზე ვინც ძალიან კარგად ისწავლის ვინც ცოტა საშუალო დონეზე იქნება ერთხელ შევიდეს ან ორჯერ შევიდეს ამით ძალიან დიდი დაინტერესება იქნება კაცო იქ წავა და ის ბავშვი ატრაქციონზე გაერთობა იქ იყიდის უამრავ რაღაცებს სხვათა შორის ხატრები დაკავდებიან ძალიან დოზით ხატრები მიიღება მონაწილეობას იმ ქალაქს აშენება უნდა ეს იქნება ასე ვთქვათ სოფლიო დონის საბავშვო ქალაქი უმაღლესი რამ იქნება ძალიან დიდებული რამ იქნება და აი ამის შესახებაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უფროსებმა უნდა ვიზრუნოთ რომ ეს ბავშვებს ჰქონდეთ აქ მარტო ეს ჩვენი ქართველები კი არ მივლენ და ნახავენ და დაისვენებს სასტუმროები იქნება იქ რა თქმა უნდა იმიტომ ერთი დღით და ორი დღით კი არ ჩამოვა ადამიანი შეიძლება ერთი თვით ჩამოვიდეს შეიძლება ერთი კვირით ჩამოვიდეს და იხილოს შეიძლება ადამიანი ვერ წავიდეს ახლა ხევსურეთში და ეს ხევსურული ახლა მოცოდა ეს შატილი ვერ ნახოს მაგრამ აი მისი მსგავსი აქ იქნება გაკეთებული აი შესაძლოა გვირაბები იქნება უამრავი სხვა ისინი მეკობრეები რა ვიცი მე ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს ამას ჭირდება კარგად დაჯდომა მოფიქრება მხატვარ დიზაინერების მოწვევა არქიტექტორების მოწვევა და თვითონ ტერიტორიას სადი უფრო აჯობებს ყველანაირად გამართული უნდა იყოს მისასვლელი იყოს ტრანსპორტის და ასე შემდეგ რა უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენი პატარებისათვის ხო შემდეგ აი კიდევ რა მინდა რომ თქვა და აღნიშნო აუცილებელი არის მეცნიერული თვალსაზრისით ეს მეცნიერები უნდა მოვიწვიოთ ჩვენ და დაიწყოს ამაზე მეცადინეობა და მუშაობა ეხლა მე რასაც უყურებ სკოლებში რო შევდივარ აი ეს ბავშვები პირდაპირ აი გადაწოლილი არიან ამ მერხებზე მერხს არ აქვს დახრა ჩემ დროს მერხს ჰქონდა დახრა და ასაწევი იყო აი პარტასთან რომ გამოგიძახებდა მასწავლებელი იმას აწევდიოდა და გამართული იყავი აქ ესე მდგომარეობა აღარ არის თითქმის აი უსახური მაგიდები არის და ცალკე არის ეხლა გოგონასათვის ცალკეა ბიჭუნასათვის ცალკეა მაშინ ერთი ის იყო და ამას მე თუ არ ვცდები და არ ვცდები ეს იყო ადრე საბჭოთა კავშირის მაშვებიან ყველაფერში რომ აი ინდა თუ არა საბჭოთა არაფერი საბჭოთა კავშირის არ იყო ის იყო გერმანიიდან შემოსული ყველაფერი ის მერხის ჩანთაც ფორმაც და სულ ყველაფერი სწავლების პროცესიც მე რო დაიწყეს აი ბოლონიის იმაზე გადავდივართო ჩვენო სწავლობის მეთოდიკაზეო თუ არ არის მისაღები და ნორმალური კაცო რატო უნდა გადახვიდე იმ საბჭოთა კავშირის დროს იმ იდეოლოგიას მოხსნი ამ გერმანულ სწავლის პროცესს და მშვენიერი არის ისა დაუმატე შენი იდეოლოგია და ის მოხსენი მე მაგალითად აკადემიაში რო სწავლედი მაშინაც რომ ეს გერმანული ის ყოფილა მაშინ ბეჭდავაბარე სამხატვრო აკადემიაში იყო 6 სპეციალობა 6 სპეციალობას ვავარებდი
და დღეს აკადემიაში ვარდება ერთი სპეციალობა. ერთ ნახაც აბარებს ბანკში არის აბარება ფერწერაში არ ხდება კომპოზიცია ფერწერა ამოღებული არის. ჩემ დროს იყო მაშინ პირველი იყო ხატვაში ვავარებდით, ესე იგი პორტრეტს დავხატავდით, შემდეგ შეშველი ფიგურა იხატებოდა, შემდეგ მე ქანდაკებაზე ჩავირიცხე და ქანდაკება ესე იგი პორტრეტის ცოცხალი პორტრეტის გამოძერწვა იყო და შემდეგ იყო ასლი. რომელიმე იმას პორტრეტს მოიტანდნენ, დაუძანო იქნებოდა, გერმანიკი იქნებოდა თუ დეზიდერიუს ლავრანოს თავი იქნებოდა თუ ასე შემდეგ რა. კატამელადა იყო და კიდევ სხვა რაღაცები, შემდეგ იყო ორი კომპოზიცია. ერთი მოცემულ თემაზე, ერთი უკვე თავისუფალი თემა იყო, უკვე მომზადებული ქონდა შენ სახში და მიხვიდოდი იქ აწყობდი კარკასს და უკვე გააკეთებდი. ამის გარდა იყო კიდევ ორი გამოცდა. ერთი ქართული წერას ეპირი იყო, შემდეგ იყო ქართული. და უფრო ადრე ისტორიაც იყო. მე ის ისტორია ამოიღეს, მე ის ზეპირი ქართულიც ამოიღეს და წერა მაინც დატოვეს. ესე გამოდიდა 7 გამოცდა. აი იმ თაობამ იმ პერიოდისათვის, ვინც ესა გამოუშვა აკადემიამ, უფრო მაღალი დონის არის. უფრო ძლიერი სპეციალისტები, ვიდრე ახლა რასაც უყურებთ ჩვენ. ახლა საათების თურმე ესა დააკლეს იმაში, ამოიღეს, სადაც არის ნატურა. ნატურა აუცილებელია. მე სახალხო აკადემიის შესახებ კიდე სხვა გადაცემებში ვისაუბრებ. მე პირადად გამოთვლილი მაქვს და სწავლება 4 წელი კი არა, ახლა რო არის იქ ბაკალავრია და მე მაგისტრატურა გინდა თუ არ გინდა ფული უნდა გადაიხადო თუ გინდა რომ გააგრძელო. მაგრამ 9 წელზე მაქვს მოფიქრებული. განსაკუთრებით ქანდაკებაზე. 1 წლის მანძილზე თუ გინდა სპეციალისტი რომ გამოვიდეს მოქანდაკე, ქვაზე უნდა იმუშაოს, ქვაში უნდა გამოათლევინო. პრაქტიკული სამუშაოები უნდა მიიღო. ისი არ შეიძლება. მოქანდაკე გამოუშვა და არ იცოდეს ხეზე კვეთა, არ იცოდეს ქვაში გათლა. ბრინჯაოს არ გაეცნოს, ისი არ შეიძლება. ეგ არის ფსევდო მის მხატვრის მიღება შემდეგ. მე რეწვალობენ მხატვრები. მოქანდაკეები და სახელოსნოები არ აქვს და მთელი ის არის პროცესია ეგ. კარგით, ეგ შემდეგში გადავდოთ ჩვენ და აი რა მაქვს ახლა გამახვილებული ეს ფორმები აუცილებელია, ეს მაგიდები მეცნიერული თვალსაზრისით, რაც შეეხება კიდე εμას ზურგჩანთებს. ეხლა ჩვენი ბავშვები რო დადიან, ყველა სკოლიოზი რო აქვს თითქმის. აი აქედან არის გამომდინარებული რა როგორი ის იყიდება გაცოდი ჩანთები, სპეციალურად უნდა იყოს სკოლისათვის მყარ ზურგიანი ჩანთები. რო ხერხემალი იყოს ძალიან ძლიერ მდგომარეობაში. არ მოხდეს გამრუდება. და აუცილებელია ბავშვები ვატაროთ სპორტზე. ეგ ცალკე თემა არის და ცალკე გადაცემა მინდა მიუძღვნა. არც ესეთი ბავშვი არ უნდა დარჩეს სპორტის გარეშე. და როგორც ვირად ღირებული გახდა დღეს სპორტზე ბავშვის მიიყვანა. ძალიან ძვირია. არ აქვს მშობლებს ამის საშუალება. ხშირ შემთხვევაში უმრავლესობას არ აქვს. ყოველ 10 კორპუსს შორის უნდა იყოს ერთი საცურაო აუზი. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაპრობ მე. ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ძალიან მოდუნებულია ერი. აი აქ კაცო რო გახვიდე აგერ თამარ მეფის გამზირი რო არის, რო დაიწყება გამზირი, არა ბოლომდე თითქმის გახედავ, ესე იგი შენობა, ნაგებობა არ არსებობს, რომ არ იყოს აფთიაქი. ან ოპტიკა აწერია, ან აფთიაქი, შეიძლება ამდენი აფთიაქი გქონდეს ქვეყანას. აფთიაქების ბიზნესი, ეს საწამლების ბიზნესი კი არ უნდა განვითარდეს, კაცო, რა საჭიროა, ესე იგი ერთს უბიძგებ დაავადებისაკენ რა. არასრულ ფასოვნებისაგან, არასრულ ყოფილებისაგან უბიძგებ, არა ჯანმრთელობისაგან უბიძგებ. პირიქით ჯანმრთელობისაგან უნდა მოუწოდო და ჯანმრთელი რო ყავდეს შენ ერი წამლები კი არ არის პირველ რიგში საჭირო. კაი წამალი ჭირდება, მაგრამ ჯანმრთელი რო იყოს ამისათვის სპორტია პირველი წამალი მისთვის. სპორტი. სპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ფიზიკური დატვით არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ისედაც ტექნიკურ პერიოდში გვიწევს ძალიანად კაცობრიობას ცხოვრება, ისედაც მოდუნებულია ძალიან დიდ დროს ფაქტიურად ადამიანი ატარებს კომპიუტერთან, ტელევიზორთან, დამძნარ მდგომარეობაშია.
ეს სპორტი იქნება გამაცოცხლებელი. ეს აუცილებელია. ამის შესახებ ძალიან კარგი წიგნი აქვს, ჯერ კიდევ როდის დაწერა გერონტი კიკოძემ, ეროვნული ენერგია. უძვირფასესი წიგნი არის. იმ გაცმა დაინახა ეტყობა, რომ უკვე ტექნიკური პროცესი იწყებოდა მთელ მსოფლიოში. უნდა მოხდეს აუცილებლად მარტო საცურაო კომპლექსები არა, იქ ათლეტიზმის დარბაზები ეს უნდა იყოს თითქმის ყოველ მეორე მასში კორპუსში. რა უნდა მაგის გაკეთებას, ეგ ძალიან ძვირად ღირებული არ არის. ხა აუზი თუ ცოტა ძვირად ღირებულია, ის ხო არ არის ძვირად ღირებული. სულ ყველა ადამიანი უნდა, ქალი, კაცი, მოხუცი, ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული სპორტით. და თანდათან უკვე მოხდება სიგარეტისათვის ვინც წევიან ბატონო თავის დანებება. ალკოჰოლსაც ჩამოცილდება ძალიან დიდი ნაწილი, იმიტომ სპორტი ისეთი რაღაცა რომ აღარ გთხოვს ადამიანს ალკოჰოლს. დალია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში და არა ისე რომ ძალიან ბევრი თითქმის მაკეთკენ არის მიძალებული, იმიტომ რომ ვერ ხედავს ხვალინდელ მომავალს და აი გადაშვებულია ასე რომ ვთქვათ, აი იმ ჭაობში. რასაც აი დალევა ქვია და რასაც მოწევა ქვია. აი ეს სპორტი მოხსნის აი ამ პროცესს. ყველანაირად მოხსნის და ხელს შეუწყობს ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას. კაცი კაცს დაემსგავსება, ქალი ქალს დაემსგავსება და სახელმწიფო დადგება ფეხზე. ერი გახდება ერთხელ და სამუდამოდ ჯამთელი და გონებრივად საღად მოაზროვნე იქნება და გაძლიერებული იქნება და დაინტერესება იქნება გასვერს. ადამიანს ექნება ინტერესი გაუჩნდება. ეს აუცილებელია, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს აი ამ კუთხით მუშაობა და ამიტომ არის საჭირო და ამიტომ ჩავთვალე საჭიროთ რომ მეც ჩავერთო და იმიტომ რასაც უყურებ გაზოღვაღო ყველა იმას ყვირის აი დემოკრატია და ტოლერანტობა და სულ ეს აგერიათ ხოლმე პირზე და ამას რასაც მე საუბრობ შეიძლება დაარქვას ვიღაცა აი ყოფითი ისენი აი სოციალური ისენი მაგრამ ესაა საჭირო თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჯერ ამით შეიარაღებული კონდეს შენ ყველა პირობა და მე იზრუნებ და დანარჩენზე თუ ესე არ ახარ შენ მომზადებული მოწესრიგებული ბავშვისათვის ბავშვი ვერ წაგიყვანია ნორმალურ სკოლაში ნორმალურ საბავშვო ბაღში ნორმალურ საცურაო აუზზე ათლეტიზმის დარბაზი იქნება თეატრი იქნება კინო იქნება არა აქ ეს საშუალებები სხვანაირად სხვა რაღაცებზე ვერ იფიქრებ და ვერ იაზროვნებ ეს არის ნომერ პირველი აი აქეთკენ უნდა დავწოთ ჩვენ მეცადინობა აი ეს ყველაფერი უნდა მოუწესრიგოთ ჩვენ შვილებს მომავალ თაობა თუ არ ავზარდეთ ჩვენ ძალიან ძლიერი ვაჟკაცური სამშობლოს მოყვარე ისე ჩვენ სახელმწიფოს კარგი მომავალი არ ექნება ეს ჩვენზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანზე არის მშობლებზეა მასწავლებლებზეა დამოკიდებული თუმცა არ ზრუნავს ახლა ხელისუფალი იზრუნებული ვართ ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ და იქამდე უნდა მივიდეთ რომ ჩვენ მართოთ ვაიძულოთ ის ადამიანები ვინც მოდიან ხელისუფლებაში რომ პირდებიან ხალხს აი უკეთესი ცხოვრება იქნება უკეთესი ცხოვრება თუ იქნება ეს ყველაფერი რასაც ვსაუბრობ მე ვისაუბრებ მე გააკეთეთ თქვენს ჩაწერა ადამიანებმა მსმენელები ვინც ახართ თქვენს ესე აომიდეკით გვერდში და საერთოდ ძალისხმევით შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას და ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი წარმატებული და ნორმალური. აბა სხვანაირად ასე ხელი რო დავიკრიფოთ და ახლა უყუროთ ეს სახელმწიფო როდესაც გააკეთებს, არ აკეთებს ბატონო. ჩვენ რო დავიწოთ ამ მოძრაობას, ყველაფერი გამოგვივა. დავუდებთ ამ იდეებს წინ და ეს გააკეთე კონკრეტულად ვეთქვით.
ის ზოგადად რო საუბრობენ, რომ აი ხელფას მოგიმატებდა, მესიას მოგიმატებდა, არა, რატომ? აი ეს გააკეთე, ეს ქარხანა ააშენე, ეს ფაბრიკა ააშენე, ეს საბავშვო ბაღი გააკეთე, ეს თეატრი გააკეთე, ეს კულტურული ცენტრი გააკეთე. აი ამ იმებს რო დავდებთ საწავლენ მაშინ. აქ ისეც რას ვითხოვთ? რასაც არ უნდა აკეთებდნენ. აი ესე უნდა იმას აქვთ ჩვენ მივაქციოთ ჩვენს ბავშვებს ყურადღება. აქ მთელი პროცესებია საჭირო, მერე ეს მეცნიერები უნდა ჩავთოთ ჩვენ, ექიმები უნდა ჩავთოთ მთლიანად. როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი, როგორც ფიზიკურად, როგორც სულიერად, როგორი საბავშვო ბაღი უნდა არსებობდეს, როგორი სკოლა უნდა არსებობდეს, შემდეგ როგორი მოწყობილი უნდა იყოს, უნივერსიტეტი იქნება, სამხატვრო აკადემია იქნება, კონსერვატორია იქნება, თეატრალური ინსტიტუტი იქნება თუ უნივერსიტეტი არის, დანარჩენი სასწავლებლები. ამის შესახებ მე განათლების სისტემის შესახებ ცალკე მინდა ეს ვისაუბრო ჩვენთან თითო რო არის ახლა ერთი აკადემია, ერთი თეატრალური და ესა ერთი კი არ უნდა იყოს კაცო შენ თუ გინდა რომ ძლიერი გახდეს სახელმწიფო ერთი კი არა 9 უნდა ქონდეს ახლა ზოგიერთი შეიძლება გამოვიდეს ერთისთვის ვერ მოგვივლიაო და საქმეც მაგაშია ერთს როული რატო ვერული ამდენი ის რო გამოდის ეს სტუდენტი და ინსტიტუტ დამთავრებული იმას უნდა მისცა სამსახური გასახანი უნდა კონდეს ეს ყველაფერი დღეს უკვე ჩემმა თაობამ უნდა მოაწესრიგოს ჩვენი მამების თაობამ რაც გააკეთა ეხლა ჩვენმა თაობამ ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ახალგაზრდობას ის არის მომავალი საქართველო ну დღეისთვის ამით შემოვიფარგლოთ დაგლოცავთ ჯანმრთელობას ბედნიერებას სიხარულს სიყვარულს ყოველივე კარგს გისურვებთ საუკეთესო სურვილებით